ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება სმენოდეს ანიმაციის მეთოდზე, ტექნიკაზე, რომელსაც ქვია stop motion. მაგრამ თუ იცოდით, რომ stop motion-ს ასევე აქვს თავისი ქვეკატეგორიები, როგორიცაა paint animation, ნახატი ანიმაცია, glass animation, შუშის ანიმაცია, cut out animation, ამოჭრილი ანიმაცია და ასევე claymation, თიხის ანიმაცია. დღეს ამაზე ვაპირებ საუბარს stop motion ანიმაციაზე და მის ტიპებზე, მაგრამ თვითონ stop motion ანიმაციაც რომ ახსნა, რას ნიშნავს. stop motion ანიმაციის დროს არ ხატავ ნახატებს დიჯიტალურად ან ტრადიციული მეთოდით ქსელზე. არამედ რეალურ ცხოვრებაში ქმნი ორგანზომილებიან ან სამგანზომილებიან მინიატურულ მოდელებს პერსონაჟისას, ანუ სათამაშოებს ფაქტობრივად და ასევე მინიატურულ სცენებს, მინიატურულ შენობებს ამ პერსონაჟებისთვის. შემდგომ ამოძრავებ პერსონაჟებს თითოეული კადრისთვის ნელ-ნელა, სრული პოზას პერსონაჟისას და იღებ ფოტოს. შემდგომ ამ ფოტოს აედიტებ ერთად, ფოტოების დაედიტების და ჩქარა ერთ-მეორეზე მიწყობის შედეგად ქმნი მოძრაობის ილუზიას და ეფექტს. Stop motion ასევე განსხვავდება მასალიდან გამომდინარე და ასევე ტექნიკიდან გამომდინარე. მაგალითისთვის ჩვეულებრივი ანიმაცია puppetry, რაც ნიშნავს, რომ ანიმაციისთვის იყენებ თოჯინებს. ასეთი ანიმაციით იყო შექმნილი მაგალითისთვის ძალიან ბევრი ქართული მულტფილმი ბომბორა, კომბლე, ბისტარსის ანიმეს პირველი ოპენინგი არის stop motion, ერთ-ერთი ძველი ჩეხური ფილმი მაგალითისთვის, რომელიც ძალიან მომწონს, Pied Piper, ერთ-ერთი ზღაპრის ადაპტაცია ეს ფილმი, რომელშიც თოჯინები და მთელი ფონები, შენობები, ყველაფერი გამოჭრილი იყო ხისგან და გაკეთებული იყო ხით. მაგრამ ასევე შესაძლებელი იყოს გაკეთებული სხვა მასალით, როგორიცაა თიხა, clay, რასაც უკვე claymation ქვია, თიხის ანიმაცია. ამის მაგალითი არის Wallace და Gromit-ის მულტფილმი, ასევე Corpse Bride, Caroline და სხვა ბევრი ფილმი. Stop motion ანიმაციის მაგალითია ნახატი ანიმაცია, ანუ paint animation. Paint ანიმაცია განსხვავდება ტრადიციული ანიმაციისგან იმით, რომ თუ ტრადიციულის დროს დიჯიტალურად ან ქსელზე ერთი ადამიანი ხატავს ფონს, მეორე აკეთებს ანიმაციას და მესამე ფერებში ამუშავებს და თუ დიჯიტალურად ვაკეთებთ ამ შემთხვევაში უკვე კომპოზიტინგს კიდევ სხვა ადამიანი ადევს, ანუ ვიზუალურ ეფექტებს, ან თუნდაც ერთმა ადამიანმა გააკეთოს ეს ყველაფერი, კეთდება სხვადასხვა ლეიერებზე, სხვადასხვა ფონით აკეთდება, ანიმაციაც აკეთდება და ფერებში ცალკე იხატება. ამ შემთხვევაში თითოეული კადრი არის ინდივიდუალურად შესრულებული ნახატი. ამის მაგალითი არის ფრილენის მესამე ენდინგი და ასევე ესცენა კუმას ფლეშბექიდან One Piece-ში, რომელიც ანიმაცირებულია ერთი ადამიანის მიერ, ორივე სცენა, რომლის თითოეული კადრიც შესრულებულია ფანქრებით, სახატავი ფანქრებით. ასევე ამის მაგალითია ეს 3 წუთნახევრიანი სცენა ანიმე ფილმიდან 100 მეტრი, რომელიც საღებავებით არის შესრულებული და ამას 4 თუ 5 ანიმატორი ერთი წლის განმავლობაში ხატავდა და 10,000 განსხვავებული ნახატი შექმნეს. Paint animation-ის ნახატი ანიმაციის მაგალითია შუშის ანიმაცია, glass animation, რომლის დროსაც თითოეული კადრი, თითოეული ნახატი იხატება შუშაზე. ეს მეთოდი გამოყენებული იყო Mob Psycho-ს რამოდენიმე სცენაში, რამოდენიმე ანიმაციაში და ასევე გამოყენებული იყო Beastars-ის მეორე ენდინგში. ბოლო ორი ტიპი რაც დარჩა stop motion-ის არის pixelation და cutout animation. Pixelation ყველაზე მარტივია, პერსონაჟებად და მოდელებად იყენებ რეალურ ადამიანებს, მათ უღებ ფოტოებს და შემდგომ აედიტებ როგორც ანიმაციას. ხოლო cutout ანიმაციის დროს პერსონაჟების მოდელებად იყენებ ფურცლიდან გამოჭრილ ნახატებს. ამის მაგალითი არის South Park სცენებში, ბრძოლის სცენებში მონსტრები, Madoka Magica's ანიმეში შექმნილია stop motion-ით, cutout ანიმაციით და ასევე ცნობილი ჩეხური ანიმაცირებული ფილმი, რომელზეც შეიძლება ოდესმე გსმინოდეთ, Fantastic Planet, ფანტასტიკური პლანეტა, ანიმაცირებულია cut-out ანიმაციის ტექნიკით, მეთოდით და ამისთვის ანიმატორებს 6 წელი დასჭირდათ.